გამარჯობა მეგობრებო. ნუ და გავიწყდებათ დატოვოთ ლაიქი, გამოიწეროთ არხი და დაწეროთ კომენტარები. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ კიდევ მეტი ვიდეო შევქმნათ. UFC-ს მებრძოლებს ცნობილია, რომ აქვთ უამრავი თავისუფლება. ისინი თავისუფალნი არიან თავიანთი აზრის გასახატავად და ქმედებების თავისუფლად გამოხატვისთვის. არავინ მათ არ ცვლის ან აკონტროლებს. იგივე ეხება დროშებსაც. ჩვენ ვხედავთ მებრძოლებს გამოსვლაზე თავიანთი ქვეყნის დროშით და ეს ხდება აბსოლუტურად თავისუფლად. მაგალითად, UFC-ს ჩემპიონი მერაბ დვალისელი ყოველი გამარჯვების შემდეგ ატარებს როგორც საქართველოს, ისე ამერიკის დროშას. იგი დაიბადა საქართველოში, მაგრამ 2024 წელს გახდა აშშ-ის მოქალაქე და ახლა სიამაყით წარმოადგენს ორივე ქვეყანას. იმავე გზით მოქმედებს ქამზად ჭიმაი, რომელიც გამოსვლაზე ატარებს არაბთა გაერთიანებული ემირატების დროშას მას შემდეგ, რაც მიიღო ემირატების მოქალაქეობა. მაგრამ არსებობს უფრო უცნაური შემთხვევებიც. ბრაზილიელი მებრძოლი მიშელ პერეირა ერთხელ გამოსვლაზე ატარებდა ისრაელის დროშას, მიუხედავად იმისა, რომ არც მოქალაქეა და არც რეალური კავშირი აქვს ქვეყანასთან. მოგვიანებით განმარტა, რომ ეს იმავე სურვილის გამო გააკეთა, რომ აჩვენოს მხარდაწერა ისრაელის ბავშვებისადმი, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტის დროს. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ UFC-ს მებრძოლებს პრაქტიკულად სრული თავისუფლება აქვს თავიანთი რწმენისა და ღირებულებების გამოხატვისთვის. მაგრამ ეს აჩენს ერთ ძილითად კითხვას. რატომ არასდროს გამოსვლიან რუსული დროშით დაგესტანელი მებრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რუსეთს წარმოადგენენ და ხშირად პატრიოტად მიიჩნევენ თავს? ეს კითხვა მრავალი წლის განმავლობაში აინტერესებს გულშემატკივრებს და რამდენჯერმე დაუსვიათ ხაბიბ ნურმაგომედოვს. მისი პასუხები ყოველთვის ნეიტრალური და ფრთხილი იყო. ახსნა თავიდან აშკარად გასცა. ერთხელ თქვა: დროშა უკვე ეკრანზე იყო გამოსვლის დროს, ამიტომ არ იყო საჭირო მისი გამეორება. შემდეგ მან კიდევ უფრო ბუნდოვანი პასუხი გააკეთა. რატომ არ ატარებ რუსულ დროშას? მე ვაჩვენებ ჩემს ქვეყანას ჩემს გზით. არ მგონია, რომ დროშის ტარება უფრო პატრიოტს ხდის ან მის არ ტარებას ნაკლებ პატრიოტს. იმავდროულად ბევრი სხვა რუსი მებრძოლი სიამაყით ატარებს რუსულ დროშას, მაგრამ დაგესტანელები არასდროს. ამის მიზეზის გასაგებად გადავწყვიტე ღრმად შესულიყო დაგესტანის ისტორიაში, თანამედროვე რეალობაში და ყველა განცხადება, რაც მებრძოლებმა რუსეთის შესახებ გააკეთეს. აღმოვაჩინე, რომ საქმე მარტივი არაა. ეს ჟესტი ბევრ თვალსაზრისით სიჩუმე პროტესტის ფორმაა რუსეთისა და მიმდინარე მსოფლიო სიტუაციის წინააღმდეგ. დავიწყოთ ისტორიის საწყისისგან. დაგესტანი მდებარეობს კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, დასავლეთით ესაზღვრება ჩეჩენიც, სამხრეთით აზერბაიჯანს, აღმოსავლეთით კასპიის ზღვას. უძველესი დროიდან ეს მიწა უამრავი მთიანი ტომების საცხოვრებელი იყო. მესამე საუკუნეში წვეზეულში გადიოდა დღევანდელ დაგესტანში, ერი აკავშირებდა ვაჭრებს, ხელოსნებს და მოგზაურებს მთელი ძველი მსოფლიოს ტერიტორიებიდან. საუკუნეების განმავლობაში დაგესტანი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთავარი გაჯავყერდე, სადაც კულტურები, ენები და რელიგიები მუდმივად ერეოდა. მე-7 საუკუნეში არაბთა არმიებმა შეიჭრეს კავკასიაში და გაავრცელეს ისლამი რეგიონში. მთის ხალხისთვის ისლამი გახდა მეტი ვიდრე რელიგია. ეს იყო გადარჩენისა და ერთიანობის კოდექსი. ადრე ადგილობრივი ტომები სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ და განსხვავებულ წესებს მიყვებოდნენ. ახლა რერწმონა მათ აერთიანებდა. ასე დაიბადა ისლამური დაგესტანი, ადგილი, სადაც რელიგია და კულტურა ჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ყოველი სოფელი თავისი მეჩეთი ყავდა. ყურანის ცოდნა ითვლებოდა უმაღლესი პატივის ნიშნად, ხოლო სულიერი ლიდერები, შეიხები ყველაზე პატივცემული ფიგურები იყო საზოგადოებაში. დაგესტანის რელიეფი ძალიან მთიანი და რთულია. ამიტომ ხალხი ისტორიულად იზოლირებით ცხოვრობდა მცირე თემებში. თითოეულ ჯგუფს საკუთარი უფროსები, თვითმმართველობის სისტემა და საკუთარი მილიცია ყავდა. საუკუნეების განმავლობაში ამ თემებმა განავითარეს განსხვავებული კულტურები და იდენტობები. დღევანდელ დღეში დაგესტანში დაახლოებით 40 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფია. მაგალითად, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი და ზაბით მაგომედშარიფოვი ავრები არიან. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი დასავლეთ მაღლობებში. ისლამ მაკაჩევი პირიქით ლაკია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხი რეგიონისთვის, დიდარი წერილობითი ტრადიციით. დაგესტანის ისტორია იწყება კიდევ უფრო ძველი დროიდან, როცა ამ მთის ტომები დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ და საკუთარი კულტურა, ენა და წესები ჰქონდათ. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერია გადაწყვეტს, რომ უნდა დაიპყროს მთიანი კავკასია, როგორც ოტომანების იმპერიისა და სპარსეთის წინააღმდეგ დამცავი ბარიერი. და ასევე რომ აკონტროლოს ვაჭრობის მოგებიანი გზები რეგიონში. ამან გამოიწვია სასტიკი ომი რუსეთის იმპერიასა და დაგესტანისა და ჩეჩნეთის ხალხებს შორის. რუსი გენერლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მთის ტომები მხოლოდ ძალადობით დაიმორჩილებდნენ. ისინი ღვრიდნენ სოფლებს, იძულებით გადაადგილებდნენ მოსახლეობას და აშენებდნენ ციხეებსა და სამხედრო ხაზებს მთიან ტერიტორიებზე. პასუხად, კავკასიის ხალხი გაერთიანდა წინააღმდეგობის გასაწევად. 1830-იან წლებში გამოიკვეთა სულიერი და სამხედრო ლიდერი იმამ შამილი, რომელმაც უამრავი მთიანი ტომი გაერთიანა ისლამისა და თავისუფლების დროშის ქვეშ. 25 წელზე მეტ ხანს შამილი და მისი მომხრეები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის იმპერიას. რწმენა კვლავ განხდარა მათი ბრძოლების საყრდენი. საბოლოოდ, 1959 წელს
კავკასია დაიპყრო და ინტეგრირდა რუსეთში. ამით დაიწყო რუსიფიკაციის ხანგრძლივი პროცესი. ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ რუსული ენისა და კულტურის მიღებას. რელიგიური ლიდერები დასახელდნენ სახელმწიფოს მტრებად. მეჩეთები დახურეს და ისლამი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. ეს ტკივილიანი ისტორია ხსნის, რატომ ერიდებიან დაგისტანის მებრძოლები რუსულ დროშას. ბუნებით, დაგისტანს ძალიან ცოტა საერთო აქვს რუსეთთან ან მის ღირებულებებთან. ისინი განიხილავენ საკუთარ ისტორიას, კულტურას და რწმენას, რომელიც განსხვავდება რუსეთისგან. ხაბიბ ნურმაგომედოვმა მრავალჯერ აღნიშნა ინტერვიუებში, რომ ის პირველ რიგში მუსლიმი, შემდეგ კი დაგისტანელი და ავარიაა. მან ასევე თქვა, რომ რუსული მისთვის მეორე ენაა, ხოლო პირველი ავარიული ენა, რომელსაც საუბრობენ მისი სოფლის ადამიანები. ეს ხდება კიდევ უფრო ნათელი. ბევრმა დაგისტანელმა თავს განსაზღვრავს პირველ რიგში რელიგიითა და ეთნიკური კუთვნილებით, არა რუსეთის მოქალაქეობით. დაგისტანი არა მხოლოდ რეგიონია რუსეთში, არამედ უნიკალური ცივილიზაცია, თავისი კულტურით, ენებით და მორალური კოდექსით. ამიტომაც რუსული დროშა მათთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ წარმოადგენს მათ ისტორიას, კულტურას და სულისკვეთებას. დღეს, მიუხედავად რუსეთის ოფიციალური სტაბილურობისა, მცირე ეთნიკური ხალხები, მათ შორის დაგისტანელები, სერიოზულად კარგავენ ავტონომიას. 2018 წელს, მაგალითად, მოსკოვმა შეამცირა ადგილობრივი ენების სწავლება სკოლებში. ადგილებსა, სადაც ადრე ენა სავალდებულო იყო, ახლა ის მხოლოდ 1-2 საათიდან საერთოდ არ იწერება. ჩრდილო კავკასიაში მშობლიური ენების მცოდნე ადამიანების რაოდენობა მცირდება. ადამიანები განიცდიან ზეწოლას განათლების, რელიგიის, კულტურის და სამოქალაქო საზოგადოების ყველა სფეროში. სამხედრო სავალდებულო მობილიზაციამ უკრაინის ომის დროს კიდევ უფრო წარმოაჩინა ეთნიკური უმცირესობების მიმართ რუსეთის მთავრობის დაუსწრევი დამოკიდებულება. დაგისტანელი მებრძოლები ხშირად არ აკრიტიკებენ მოსკოვს საჯაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი ხალხის ხმა უნდა წარმოადგენონ. ეს გაუგებარია, მაგრამ ახსნადია. ნებისმიერი ნააზრევის სიყვა შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი, პოლიტიკურად მავნე და სოციალური პასუხისმგებლობა. ამ სირთულებისა და წარსულის ტკივილის ფონზე აშკარა ხდება, რატომ არ ატარებენ დაგისტანელი UX მებრძოლები რუსულ დროშას. მათი ისტორია, კულტურა და რწმენა სრულიად განსხვავებულია რუსეთისგან.